მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბორჯომელმა მოხალისეებმა აქცია ჩაატარეს. აქციის ფარგლებში მოხალისეები ადგილობრივებს ჩაით და ყავით გაუმასპინძლდნენ და ის ძირითადი გზავნილები გაუზიარეს, რასაც მოხალისეობა გულისხმობს. პროექტი საქართველოს მოხალისე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება. აღნიშნულ პროექტს სამცხე ჯავახეთში კოორდინირებას არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი უწევს. ჩვენმა მოხალისეებმა დილა დაიწყეს ძალიან პოზიტიურად და ესეთი კრეატიული აქტივობით მიულოთ ეს ბორჯომელ მოქალაქეებს ცხელი ჩაით და ყავით. ეს დღე მეცვლოთ ყველა მოხალისეს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხატო მათ ასევე ამ დიდი ენერგიისთვის და პოზიტივისთვის. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი მოხალისეების რიცხვი გაიზრდება და ჩვენს რეგიონში იქნება უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა. ბორჯომელმა მოხალისეებმა გადავწყვიტეთ ორიგინალურად მოგვიოლოცა ჩვენი თანახმადელებისთვის ეს შესანიშნავი დღე და ამ ცივ ზამთრის ამინდში გადავწყვიტეთ თბილი ჩაითა და ყავით გავუმასპინძლდებოდით მათ და რაც ყველაზე მთავარია ჭიქებზე იყო მოხალისეობრივი მესიჯები, მარტივი მესიჯები, რომლებიც მათთვის უფრო მარტივად დასაქმელი იქნება და დასამახსოვრებელი იქნება. ამით ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ მოხალისეობა გადამდებია. მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება დღეს და ბორჯომში აღინიშნება და გვიმოცნებიან აგერ თბილი ჩაით და გმადლობთ ყველაფრისთვის. მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბორჯომელმა მოხალისეებმა ვიდეო რგოლი შექმნეს. ლოზუნგით წარმატება მოხალისეობიდან იწყება.